ჩვენი ხე მივდივართ სალომეს დაბადების დღის აღსანიშნავად, იხდის გრანდიოზულ დაბადების დღეს. და დავათვალიერებთ ტელეგრაფის რესტორნებს და გადავწყვიტავთ სად ჭამოთ. იქით მხარე არის, ჩემი კარგი მხარე ესე. იქით მხარე, ჩემი აქეთ, აიცი? ისურია. მიხარი. აი ესე უნდა ვიყურებოდე. მეც ესე ვარ. Pomidori, იმიტომ რომ ბურგერი არ შეიცავს pomidors, გვაქვს hot dog-ი, მოკლედ ყველაფერს ვფლითავთ. Let's taste. მოკლედ კაკაოს დამცხარი არ იყო გემრიელი. ჩიზკეიკი. ჩიზკეიკს აქვს გამორეცხილი გემო. ანუ მკვდარია. ცოცხალი არ არის ჩიზკეიკი. მოკლედ ბურგერი არის საოცარი. ბურგერს მიაწექით და hot dogs. სანთარი ჩარჭავე და მაგიტო გინდა მეურე იმენა ტორტი ვჭამე და სანთლი ჩარჭობა დამავიწყდა. აუ რა სოფლელი ვარ. ან ჩავარჭე ჩემს წარმოსახვეში. წარმოსახვეში ჩავარჭეთ დავამონტაჟებ ისე რომ აქსონენტება სანთელი. ხო, ნუ აქ სანთელი დაყოფილიყო. აი, ისევ ახლა მივდივარ. ვაკის პარკში ხატავს ჩემი და რაღაც უდიდეს კედელს. და გადამღები ჯგუფი მოვიდა. ჩემი ახალი კამერა. გამარჯობა. აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, იმიტომ რომ ზე ვარ. მოდი ჩაგეხუტოთ. არ ჩამეხუტოთ. აბა ვნახოთ რას ხატავთ. შეხედეთ. ეს უდიდესი კედელი უნდა დაიხატოს. რა მაგარია. აბა გითხარი, ჰა. შენ თავი ხარ ეს? მე ვარ, მე ვცდო. და ამ შეკვეთაზე როგორ დაგთანხმდნენ რომ შენი თავი დაგე? კონკურსში მოვიგე. როგორ მოიგე კონკურსი? ეტლა დავიჭირე ხალხი და მოვიგე. აი, როგორ ამომწია? ხარ ჩამოვარდები. თუ ჩამოვარდები, კაი კადრი გექნება. აი გიждები აი ამ ტუფლებით რო არის, აი ამ ტუფლებით რო არის, აი. მეგობრებო, აი ეს არის ნამდვილი ვაკელი. არა, ძალიან გიხდება. არ წამი დავანახა ხალხს ჩემი თავი. თუ ყიდე საიდან მაგ 2100 ლარი. მაგდენი რომ ზუსტად ჩემი ვალი. მოვედი სახლში და კურიერმა მომიტანა ახალი თმის ფენი Dream Pocket-ი ალბათ ჩემს ავით ყველას გაინტერესებთ და სანამ გავხსნი ზოგადად მოგიყვებით რატომ გადავწყვიტე ახალი ფენის ყიდვა. ზოგადად დაახლოებით 5 წელია რაც თმას არ ვიშრობ და სველი თმით ვიძინებ, ეს საშინელი ჩვევა მაქვს. მაგრამ რაც ახალ სახლში გადმოვედი, შევამჩნიე განსაკუთრებულად მე მოხდება თმა. აქამდე არ ვაქცევდი ძალიან დიდ ყურადღებას, მაგრამ აი ბოლო პერიოდია ძალიან შემაწუხა. ნუ რამოდენიმე ფაქტორს ვაბრალებდი, რომ რაღაცა იქნებ წყალი შევიცვალე, ან
რაღაცა არ ვიცი რა, სხვადასხვა ფაქტორებს განვიხილავდი. თუმცა ნუ ბოლო დროს განსაკუთრებულად რადგან შემაწუხა, დავიწყე მოძიება ინფორმაციის და ნუ პირველ რიგში თმის პროდუქტების გამოსწორება დავიწყე. და შედარებით დამატენიანებელ შამპუნზე გადავედი, კონდიციონერის მასკის ხარისხით შევცვალე, გავაუმჯობესე, რაღაცა ლივინ კონდიციონერებს ხმარობ, ზეთებს, მაგრამ ნუ რო გითხრათ რომ რაღაც განსაკუთრებული ეფექტი მომცა, არა. და მოკლედ გადავწყვეტე რომ იქნებ ფენშია საქმე, ან იქნებ რაღაცა თმის გაშრობის ტექნიკაში და მოკლედ ჩავატარე ექსპერიმენტი ჩემ მეგობართან გავიშრე დაბანილი თმა და მეორე დღეს ბევრად უკეთესად მქონდა. და ეხლა ნახეთ თუ ვინმეს გემოხდება ეს თმები, ძალიან პატარა რჩევებს გაგიზერებთ, იმედია გამოგადგებათ. მოკლედ ერთი ის რა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ნუ პირველ რიგში შამპუნს, დამატენიანებელი შამპუნი უნდა იყოს, იმიტომ რომ თმა იმოხტება მაშინ, როდესაც არის ძალიან გამომშრალი. აქვე ვიტყვი, რომ ფენი არის ძალიან პატარა და ძალიან საყვარელი და მომწონს, იმიტომ რომ მე დიდად მოხერხებული არ ვარ და დიდ ფენებთან ვერ ვურთიერთობ და მომწონს, რომ არის ესეთი პატარა. რაც შეეხება მოყვება თმის გასასწორებელი და დასახვევი და პატარა ჩანთა, ვფიქრობ, რომ საკმარისია რაღაცა ელემენტარული თმის მარცხნილობის გასაკეთებლად. დაისონი არ ვიყიდე იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ ვერ ვხმარობ და ჩემით ვერ ვიკეთებ ვერაფერს და ამიტომ ტყუილად ამ ხელა ბიუჯეტიანი დაისონის ყიდვა არ მინდოდა. კარგი, ახლა რაც შეეხება თემას, მოკლედ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი პროდუქტებით იბან და შემდგომ როგორ იშრობ ამ ყველაფერს. ანუ თავზე ძალიან დიდხანს პირს ეხოცი თუ გაქვს შემოხვეული, ესეც უარყოფითად მოქმედებს თმის დამუხტვაზე, ასევე თმის გაშრობის პროცესში ფენის მიმართულებას აქვს მნიშვნელობა. ზევიდან ქვევით უნდა დაიბეროთ აუცილებლად და ამასაც ალბათ ყურადღებას არ მივაქცევდი, წინასწარ არ მომეძიებინა ინფორმაცია. ასევე სველი თმის დასავარცხნად სპეციალური სავარცხელი უნდა გქონდეთ, ესეც ჩემმა მეგობარმა ვაჩუქა თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, გაჩვენებთ. ამის შემდგომ აუცილებლად ძილის წინ ვიკრავთ მას და შეკრული თმით ვიძინებ და თმის სამაგრიც მაქვს აბრეშუმის, იმიტომ რომ ბალიშის პირიც და თმის სამაგრიც კარგია თუ იქნება აბრეშუმის, იმიტომ რომ თმის დამუხტვას არ შეუწყობს ხელს. და შემდგომ დილით რო ვიღვიძებ, იდეალურად მაქვს თმა. ვფიქრობ, რომ თმის უთოს ხმარობდი, ჩვეულებრივ, არ ვიცი სად მაქვს, როგორ გაჩვენოთ, ჩვეულებრივ უთოს სტანდარტული რაც არის და ეგეც ბევრად უფრო უარყოფით გავლენას ახდენდა და მოკლედ ეხლა გადავწყვეტე, რომ ვიხმარო მარტო ფენი დილის წინ და უთოთი საერთოდ აღარ გავისწორო. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ თმის ხარისხით ზოგადად ძალიან გამიფუჭდა უთოს ხმარებით და ვფიქრობ, რომ მოკლედ ისედაც ნორმალური თმა მაქვს და ისედაც ნორმალურად გამიჩერდება თუ სწორად გავიშრობ, სწორ მიმართულებას მივცემ, თმას შევიკრავ ღამით და დამუხტვის დონესაც ბევრად შევამცირებ. მოკლედ ეხლა წავალ, დავიბან თავს, მოვიწესრიგებ, დავტესტავ ამ ფენს და უკვე ხვალდილით მექნება რეალურად კარგი შედეგი. და გაგიზიარებ ჩემს ფიდბექს, აი უსაყვარლესია და რაღაც ფერი არის ულამაზესი, აი ოდნავ არის ოქროსფერი, როგორ გაჩვენოთ, მოქროსფრო, მოვარდისფრო, რაღაცნაირი, აი ძალიან საყვარელია და არ ვიცი ჯერ როგორია, ნახოთ, ვიყიდე Black Friday-ზე, დაახლოებით 300 რაღაცა ლარი ღირდა. ეს ფერი იყო ოდნავ ძვირიანი, მე მგონი. და მოკლედ რა ვიცი, ნახოთ, აბა ჩემი თმის ხარისხს თუ გააუმჯობესებს. დროებით. მეთქი რა ხდება? მოკლედ, ხა ჩამოვედი მანქანაში, უამრავ ნივთი მაქვს. არ მაქვს ჯერ დამჭერი კამერის და ამიტომ ძალიან სასაცილოდ მინდოს ტელეფონი. ამი მაქვს გასასწორებელი, იმიტომ რომ ჩემქარი იჭდა გუშინ. საერთოდ მიკროფონი და ვიჭორავთ. მოკლედ, ძალიან ბევრი ნივთი მაქვს. არ ვიცი, ამდენი ნივთით ეს არის ტანსაცმელი, რომელიც აღარ მინდა და დედაჩემს უნდა წავუღო, აქ არის რაღაცა ჩუქრები. მაქვს 2 ჩანთა,
სამსახურში დავდივარ ერთი ლეპტოპით. და მოკლედ ვიდეოების დასამონტაჟებლად ჩემი ლეპტოპი არ მადგება, ანუ ჯერ ერთი, იმიტომ რომ სამსახურეობრივი შეზღუდვა მაქვს რაღაცეებზე და მეორე თვითონ ძლიერი ლეპტოპიც არ არის. და მესაჭიროება ახალი ლეპტოპი. მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს. ახალი ლეპტოპი თუ მექნება, როგორ უნდა ვატარო ყოველდღიურად, იმიტომ რომ ჩემი ძირითადი სამუშაო სივრცე, ვიდეოების დამონტაჟება იქნება თუ ასე შემდეგ არის სამსახური. ხოდა. მე მგონი მჭირდება მემონტაჟე. თავის კომპიუტერით. Black Honey-ზე შევიშალე. იმიტომ რომ აი ამაზე. იმიტომ რომ მე არ მიხდება პომადა ზოგადად. ფერიანი. ძალიან არ მიხდება და ეს Black Honey-ს ფერი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ფერი მკრთალიც აღარ ვარ ტოჩებზე. და თან ძალიან ფერიც არ მაქვს, ამიტომ ძალიან მომწონს ეს ჩემნაირად არ გინდათ რომ გესვათ რაიმე განსაკუთრებული და თან ოდნავ ფერი გინდათ მუქ ყავისფერში. იდეალური არჩევანია, აბა ეხლა უკან რაღაც მიდგას და თუ გამატარებს. გავედით. გასაღებისად მაქვს. ეს თუ აქ დავდე. არ მაქვს კამერის დამჭერი და ძალიან საცოდავად ვიდეოს. ძალიან საცოდავად. მეტი რომ არ შეიძლება ისე ველოდები Amazon-დან როდის ჩამოვა. და ცოტა ხანი დამჭირდება. მოკლედ, საუზმე ვერ მოვასწარე. და საუზმეს როცა ვერ ვასწრებ ყოველთვის. ყოველთვის ვცდილობ რომ შევჭამო რაღაც ხაჭო. ან რამე ეგეთი. ამიტომ ეხლა გავივლი მაღაზიაში და სამსახურში წავიყოლებ ხაჭოს. გრანოლა სამსახურში მაქვს, ამიტომ შევჭამ. დიახ, არ მეყვარს ყოველდღე გრანოლათი დაწყება, მაგრამ ხანდახან როცა საუზმეს ვერ ვასწრებ, ბევრად უფრო დამანაყრებელია. დღეს სამსახურში უნდა ვიყო დიდი დრო და შემდეგ მინდა რომ ლექციაზე. ეს ლექცია მაქვს 3 საათი BTU-ში. ვასწავლე კარიერულ განვითარებას. ცალკე საგანი აქვს რა, ანუ პირველ რიგში ძალიან მაგარი ინიციატივა არის, იმიტომ რომ სტუდენტობის დროს მე რომ მქონოდა კარიერული განვითარება, შეიძლება დღეს საერთოდ სხვა გამყოფილიყავი, რომ ცოდნო და სწორად როგორ უნდა ავირჩიო პროფესია და როგორ უნდა ვიფიქრო სწორად კარიერის დაგეგმვაზე და ასევე როგორ გავაკეთო რეზიუმე LinkedIn-ი და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ყველაფერი მე თვითონაც ძალიან გვიან გავიგე იმასთან შედარებით, რომ ამ სფეროში უკვე ვმუშაობდი. ამიტომ ძალიან მაგარია ეს საგანი, რომ ზოგადად არსებობს და მიხარია, რომ მე ვარ ამ პროცესში ჩართული. მყავს 100 სტუდენტი და 3 საათიანი ლექცია არის და მთელი წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყავი კომფორტულად. თან ისე თან ცოტა ფორმალურად, თან ცოტა კომფორტულად და მოკლედ ვფიქრობ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, რომ ჩავიცვი ბომბერი, იმიტომ რომ ყველაზე კომფორტულია ჩემთვის და ვიზუალურადაც აი ყველაზე მეტად მომწონს და ძალიან ჩემია. კიდე რა ხდება დღეს რა გეგმები მაქვს? მოკლედ ეხლა არის პარასკევი. დღეს ბევრი საქმე არ მაქვს, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში ცოტა რაღაცები გადავდე და დღეისთვის მოკლედ აი ისეთი რაღაცები დამეგროვდა, რაც იდეაში ორშაბათიდან უნდა გამეკეთებინა. ამიტომ ახლა მივალ სამსახურში, პარასკევი ნაკლები ხალხი დადის, ამიტომ უფრო კომფორტულად ვიმუშაობ, იმიტომ რომ ნაკლებ დროს დავუთმობ ხალხთან საუბარს, მოკითხვას ადამიანების.
რაღაცების თამაში და ასე შემდეგ. მოკლედ არასკას მე მიყვარს ოფისში მისვლა, იმიტომ რომ ცოტა ხალხია. და უფრო მეტად კონცენტრირდები საქმეზე. თმაზე უნდა მეთქვა, სუდა მოვიწყდა. ჩემი ახალი dream pocket-ით რო გავიშრე, მოკლედ იდეალურად, ხა ისტორიას მოგიყვებით. წლებია მართლა სკოლის ბოლო კლასებიდან თუ სტუდენტობიდან არ მახსოვს. ყოველ მეორე დღეს თუ ყოველ მესამე დღეს არა, უთოთი ვიშრობ, კერდა ვისწორებდი თმას, ან უთო წარმოიდგინეთ ხალხო. მე მაგ კარგი თმა, ფერიც, სტრუქტურაც, სქელიც არის, არც ცხიმენი არ არის არაფერი და აი ამ უთოთი მოვისპე, რასაც ქვია. ყოველ მეორე მესამე დღეს ვიშრობდი ამ თმას. და ეხლა მოკლედ როგორც კი გავიშრე, აი ხო გავიშრე უბრალოდ, შეკრული წმით დავიძინე და დილით უბრალოდ ჩოლკა ამ dream pocket-ის, ჩოლკის ასაწევით გავისწორე. იდეალურად, ანუ იდეალურად, არც გასწორება ჭირდება, არც არაფერი. თვითონ აი თმის იმასაც გრძნობ სიფაფუკეს, აი განსაკუთრებულად მომწონს რა ვქნა, გიждები. ძალიან კარგია და ამდენი ხანი რა სისულელეს ვაკეთებდი, რომ სველით მით ვიცინებდი, ანუ ეს არის აი უდიდესი სისულელე. კიდევ ერთი საკითხი ყოფილა, რაც ასევე არ ვიცოდი რა, სველით მით დაძინების დროს ბალიშში შეიძლება გაჩნდეს სოკო. ანუ ხალხო 5 წელი ამას ვაკეთებ. ტრონუ ნესტიანდება და მთელი დღე რო რაღაცა სველზე კიდევს თავი, მოკლედ გთხოვთ ვინც ჩემსავით ამ სისულელეს საკეთებდით, გადაეჩვიეთ და გაიშრეთ თმა, იმიტომ რომ აი მეგონა რომ რაღაცა, ალბათ არასწორად ვიშრობდი ბავშვობაში. ხო იცით, აი ესე რო იშრობ. ყველგან რო იმაშვები რა ქვია, ყველგან რო იბერა, ალბათ ეგრე ვიშრობდი და რა თქმა უნდა დილით საშინლად მეკნებოდა თმა და მე მოვიგონე რომ ფენის გამო მეპუწება თმები, სველით მეთვიძნებ და რო ვიღვიძებდი, უკვე ხო ხდებით ამ მთელი დღე რომ თმა სველია, ანუ რა აპუწავს. და მეგონა რომ ეგ იყო ჩემი აი რაღაც, ჩემი თმის იდეალური კონდიცია და არა, სისულელე. და მახსოვრეთ. ახლა ფენი ცალკე დაშვება ეს ახლა ალბათ მეორე სეზონი იქნება, ჯერ შევხედოთ ცოტა ხანი ამით ეს შემარგეთ. მე ვნახოთ რა იქნება. მაღაზია მინდა. საუდეთ 2 წუთი ვაჩერებ მანქანას. იმედი არავინ არაფერს არ მეტყვის. ვნახოთ. მეხაჭო. Forest fruits. მე და არომატით იყოს. დავიხოთ. თიბისით გადავიხდე. აქ ასევე ოფისის სნეკები. ამის მე ვჭამოთ ეგეც გრანოლა ჩავიყაროთ. მე ვგალის იოგურტი წამოვიღე რა რაღაცა ხაჭას ხასიათზე არ ვიყავი. ეხლა გამოვედი სამსახურიდან, მაქვს სიახლეები. თუმცა ვიყავე ოფისში ძალიან ბევრი ვიმუშავე და ძალიან ნაყოფიერი პარასკევი მქონდა. ესე იგი, რადგან გადავედი TikTok-იდან YouTube-ზე და როგორც მოგიხსენებათ YouTube-ზე YouTube-ის ვიდეოების მონტაჟი ცოტა უფრო მაღალ ლეველზე უნდა ავწიო. TikTok-ს აქამდე მყავდა ერთი ედიტორი, რომელიც TikTok-ის ვიდეოებსთან მეიქაპს გავეკეთებ, იმიტომ რომ მივიდივარ ლექციაზე და სამსახურში რაღაცა ვერ მოახერხე ამის გაკეთება. ხო, მოკლედ, YouTube სჭირდებათ შედარებით უფრო კარგი ხარისხის ვიდეოების ედიტინგი და
მჭირდებოდა ახალი ედიტორი. გადავწყვიტე რომ გადამეღო TikTok-ისთვის ვიდეო და TikTok-ზე მომეძებნა ესეთი ადამიანი. დავდე ვიდეო და შემეხმიანა ერთი გოგო, პირველივე ვინც შემეხმიანა. პირდაპირ დავიბარე ჩემთან ოფისში და შევხვდი, ძალიან მომეწონა, აღთორნებული ვარ. ზუსტად იმ პირობებზე დამთანხმდა რა პირობებიც მე გამაჩნდა. შევთანხმდით, არის დამწყები და ძალიან მიხარია, რომ ერთად შევძლებთ ამ პლატფორმის გამართვას. ძალიან ცუდად უნდა მოვწესრიგდე. ესე იგი, ჩემი გეგმა რა არის, მოკლედ, ვინც იცით ან არ იცით, TikTok-ზე მაქვს გვერდი, რომელსაც ქვია Career Advisor Anna, სადაც ვიძლები კარიერულ რჩევებს, მაგრამ რადგან ჩემი სფერო არის შედარებით ვიწრო, ძალიან ცოტა კოლაბორაციები მქონდა და თემაც ასე თუ ისე შედარებით მწირია, იმიტომ რომ თავიდან ძალიან ბევრი თემა მქონდა, რადგან ჩემ მეძლო საუბარი და ეხლა უკვე რაღაცა შევიწროვდა ეს თემები და ჩემთვისაც ეგეთი ენთუზიაზმით სასაუბრო აღარ არის. აბსოლუტურად ყველას უნდა დასაქმება და აბსოლუტურად ყველას უნდა სამსახურის მოძიება, თუმცა საქართველოში არის ძალიან რთული. რა თქმა უნდა, TikTok-ს გავაგრძელებ და TikTok-ზე ვიდეოების გადაღებას, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი საკვანძო თემა მაქვს აღებული და ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობს სოციალურ ქსელებში, თუ რა ტენდენციები არ ასიახლებენ, აუცილებლად გავაგრძელებ და პლუს YouTube-ზეც აუცილებლად ცოტა უფრო თხრობით ფორმაში რჩევებს გავცემ იმ ადამიანებისთვის, ვისაც კარიერული განვითარება უნდა, ან სამსახურის მოძიება და ასე შემდეგ. მაგრამ ცოტა უფრო ფართო მიმართულება მინდა მივცე YouTube-ზე ჩემ თავს და არ შევზღუდო და აბსოლუტურად ყველაფერი ეს იქნება სილამაზე, კარიერა, კონფერენციები, ვორქშოპები, ზოგადად საქართველოში მიმდინარე პროცესები, აი ყველაფერზე მინდა რომ ვისაუბრო, იმიტომ რომ გრძნობ რომ TikTok-ი მზღუდავს იქიდან გამომდინარე რომ ქვია რაღაცა Career Advisor. Ცადე რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ტიპის ვიდეოები გადამეღო, მაგრამ მე თვითონ არ მომწონს და არ უგრძნობ თავს კომფორტულად და YouTube-ზე სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რომ რაღაცა უბრალოდ სახელი და გვარით დავრეგისტრირდები და პერსონალურ ბრენდს განმოვითარებ, ჩემ შესახებ მოგიყვებით და ასევე თუ ვინმესთვის რაიმე ხირებულების შექმნას შევძლებ, მით უკეთესი. ხო, უფრო გამიხარდება. ხოდა უყანე ეს გოგო, რომელიც ვფიქრობ, რომ იდეალურად დამეხმარება და აღარ დამჭირდება კომპიუტერის ყიდვა იმისთვის, რომ ვიდეოები ვამონტაჟო. ნახოთ, როგორ გამოვა ეს ყველაფერი. ეხლა მივიდივარ ვიდეოში ლექციაზე. ერთი ჯგუფი უკვე დავასრულე. ფინალური კონდეთ წინა კვირაში. და ეხლა ვიწყებ მეორე ჯგუფს. და ზოგადად მინდა მოგიყვეთ რა იმას გავდივართ ლექტორები და ზოგადად ლექტორის მიერ დანახული სტუდენტი მინდა რომ დაგანახოთ, იმ სწავლობდი კავკასიის უნივერსიტეტში და ისე სწავლობდი რა, ჩვეულებრივად არც განსაკუთრებულად და არც ისე საშუალოდ რაღაც საგნები იყო, რაც ძალიან მაინტერესებდა და იზე დავხურე და რაღაც საგნები იყო, რაც ნამდვილად ძლევს დავხურეთ ყველამ და მოკლედ მიყვარს ძალიან კავკასიის უნივერსიტეტი, იმიტომ რომ აი ჩემი თავი გამაცნო, ესე ვიტყოდი რა, ძალიან ისეთი მიდგომით გავიზარდე, რომ არასდროს არავინ არაფერს არ მაძალებდა, არც სწავლას, არც რაღაცა ქცევას, არაფერს აბსოლუტურად და ყოველთვის ვიყავი, აი მე რაც გამიხარდებოდა და როგორც გამიხარდებოდა, ზუსტად ისე შემეძლო რომ გამეკეთებინა და რაღაცნაირად აი დისციპლინირებული ადამიანი ვარ,
მაგრამ აი კავკასიის უნივერსიტეტში, როდესაც დამხვდა აბსოლუტურად ყველაფერი მოწესრიგებული და ყველანაირი ცხრილები გამართული, გამოცდები თავის დროზე ჩანიშნული, მოკლედ აი სკოლისგან განსხვავებით, ბევრად უფრო სხვანაირად დავინახე ჩემი თავით, გამოვავლინე სწავლის დისციპლინას და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ ჩემი უნივერსიტეტს. რა თქმა უნდა, მინუსი ყველაფერს აქვს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ძალიან დადებითად იმოქმედა. ალბათ იმ ადამიანებს არ მოეწონებოდათ, ვისაც თქვა საერთოდ არც სწავლა არ უნდათ და არც დისციპლინის მიმართ იყვნენ ლოიალურები. ძალიან მომწონდა ეგ ჩემთან უნივერსიტეტში და ეხლა ჩემი გადმოსახედიდან აი კვიზებსაც ძალიან დრამატულად აღიქვამდი და აი გამოცდებს და რაღაცა ფინალური შუალედური კავკასიაში გადაწერა აი წარმოუდგენელი იყო და რაღაც აი ყოველთვის თუ რამეში ცუდ ნიშანს მივიღებდი აი ლექტორზე ბრაზდებოდი რომ აი რაღაცა როგორ არ დაგვიწერა და რაღაცა სხვა რაღაცა ახსნა და სხვა რაღაცა მოიტანა ფინალურზე აი ეს ყველაფერი ხო აი აუცილებლად ყველგან ხდება და ეხლა მე თვითონ რო ვარ ლექტორი და მე თვითონ რო უნდა შევადგინო კვიზიც და ასე ვთქვათ ფინალური შუალედურით აი საერთოდ სხვანაირად ხედავ ამ ყველაფერს და ბევრად უფრო ნათელი არის ნათელი გახდა ყველა იმ ლექტორის ქცევა რომელიც მე ცოტა მეუცნაურებოდა წყალებში იმიტომ რომ აი მივხვდი რომ საერთოდ არ აინტერესებს ლექტორს აი რა ქულას მიიღებთ, აი ეს რო ვიცოდეთ, აი საერთოდ, აი კიდე ერთი ფრაზა არის, ნუ გადამეკიდა რო ვიცოდით, რომ გვეგონა რომ ლექტორი გადაგვეკიდა. აი ეს იყო კიდე საუკეთესო და მართლა ლექციიდან რო გამოვდივარ, არ მახსოვს არც ერთი სტუდენტი, არ მაინტერესებს არც ერთი სტუდენტი, მაინტერესებს მხოლოდ ის, რომ კარგად ავუხსნა მასალა, გაიგონ, დაწერონ კვიზები, თუ რამე დაჭირდებათ, მომწერონ და მკითხონ, მოკლედ, ანუ ამის მიღმა ლექტორს არ აინტერესებს თქვენი არანაირი ცხოვრება და ასევე, ხო, ჩვენ ხო გვეზარებოდა მეცადინეობა კვიზებისთვის, მეცადინეობა ფინალურისთვის და ლექტორებს გვეზარება ფინალურის შედგენა. და ფინალურის გასწორება, ან წარმოიდგინეთ რა რთულია რაღაცა, ნუ აი სამი კითხვა გაქვს პირობითად და ამ სამ კითხვაზე უნდა წაიკითხო თითოეული სტუდენტის სამი პასუხი და დაწერო ქულა. ძალიან რთულია. და ჯერ ხომ უნდა შეადგინო რაღაც 4 ვერსია, იმიტომ რომ ერთ 100 სტუდენტი როცა ყავს, ერთ აუდიტორიაში რამოდენიმე ადამიანი, მოკლედ, ნუ რთულია ძალიან, შესწორებაც რთულია, დავალებების შესწორებაც ძალიან რთულია და ჩემ შემთხვევაში დავალება არის CV-ს გაკეთება, ჩემ შემთხვევაში დავალება არის LinkedIn-ის გაკეთება და მით უმეტეს რომ მიუხედავად იმისა რომ ხსნი ამ ყველაფერს და მიუხედავად იმისა რომ ყველანაირ შაბლონს ვაძლევ და ყველანაირ ინსტრუქციას ვაძლევ, მაინც რჩება საკითხები, რომლებიც გაურკვეველია და მაინც რაღაცნაირად თავის ინტერპრეტაციებით აკეთებენ ამ ყველაფერს და მოკლედ აი უბრალოდ CV გაასწორე და ქულა დაწერე, ჩემ შემთხვევაში არ არის ეფექტური, იმიტომ რომ ჩემი სტუდენტი, როდესაც დაამთავრებს უნივერსიტეტს, ანუ ზუსტად უნდა იცოდეს CV როგორ კეთდება, ზუსტად უნდა იცოდეს რაღაცა როგორ და თუ პირველივე კვიზში დაბალი ქულა მიიღო, ეს ნიშნავს, რომ მე ვარ არაეფექტური და მე არ ავუხსენი კარგად, ამიტომ აი რო გავასწორებ რეზიუმეს კვიზს და რეკომენდაციებს მივცემ, მე კიდე თავიდან, ანუ ეს ერთი კვიზი არ მთავრდება, ანუ სანამ იდეალურ ვერსიამდე არ მივა, მე ვერ ვტოვებ წარსულში, მოკლედ ამ კვიზის ქულას, იმიტომ რომ უნდა გამოვასწოროს აუცილებლად, რომ კარგი რეზიუმე ქონდეს, იმიტომ რომ ჩემზე აისახება. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს არის ჩემი CV, მაგრამ არ ექნება კარგი CV და იტყვის, რომ თან მე ვიყავი მისი ლექტორი, ნუ ჩემი სახელია. ამიტომ მოკლედ შეიძლება რთულად არის ჩემს საგალში და ანუ არ არის უბრალოდ რომ დაწერე ქულა და წახვედი. ყველაზე მეტად რა შეცდომებსაც სტუდენტები უშვებენ, ეს არის მოკლედ როდესაც ხსნი როგორი უნდა იყოს რეზიუმე, რა თქმა უნდა, ნუ ძალიან ბევრ რაღაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აი ყველაზე მთავარი კრიტერიუმი არის, რომ რეზიუმე უნდა იყოს სადა, რეზიუმე უნდა იყოს მაქსიმალურად ლაკონური და რეზიუმეში უნდა ეწეროს ის ინფორმაცია უშუალოდ რა მიმართულებითაც განიხილავ დასაქმებას. ანუ ყველაზე მეტი შეცდომა მივხვდით აქ, რომ ანუ წარსულში თუ მუშაობდნენ სამედიცინო სფეროში და ეხლა გადმოვიდნენ ტექში, ძალიან უჭირთ ამ სამედიცინო
გამოცდილების დათმობა და სივშამას მაინც წერენ, იმიტომ რომ რაღაცნაირად გონიათ, რომ ვინმეს მოეწონება ეს ყველაფერი სინამდვილეში. არა, რეზიუმეში აუცილებლად უნდა ეწეროს მხოლოდ ის გამოცდილება, რა მიმართულებითაც ეხლა განიხილავ კარიერულ ცვლილებას და მათ შორის LinkedIn-საც, ანუ აუცილებლად რა, ანუ ხასიათი უნდა გქონდეს LinkedIn-საც და რეზიუმესაც ერთი და ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, იმ პოზიციას, რა პოზიციაზეც გზავნით ამ სივს. ასევე ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა ის არის, რომ ხშირად დიზაინერს უკეთებენ რეზიუმეს, რაც ძალიან არასწორია, იმიტომ რომ საერთაშორისო კომპანიებში და უკვე არა მარტო საერთაშორისო კომპანიებში გამოგონილი არის ახალი სოფტი, რომელიც თავის დასკანერებს რეზიუმეს და რაც უფრო სადა იქნება რეზიუმე და რაც უფრო მარტივად იქნება ყველაფერი დაწერილი, მით უფრო მარტივად დასკანერდება და ამას ადამიანებშიც ესე ვიძახი, რომ ანუ ადამიანის თვალიც ხო, რაც უფრო კომპაქტური, მოკლე ლაკონურია CV, მით უფრო მარტივად წაიკითხოს ადამიანის თვალიც. ამიტომ მოკლედ აი ყველაზე მეტი შეცდომა ეს არის აბსოლუტურად, რასაც უშვებენ და კიდევ მეორე ყველაზე დიდი შეცდომა, ალბათ ეს ამ შეცდომას მეც ვუშვებდი, რომ არ იციან LinkedIn-ს რამხელა ღირებულების უნდა შეუძლიათ მათთვის და არ ეკიდებიან LinkedIn-ის შექმნას ისე სერიოზულად, როგორი სერიოზული LinkedIn-ი არის და რამდენად კარგადაც შეიძლება იმოქმედოს თქვენი დასაქმების პროცესზე. ამიტომ თუ ეხლა უნდა მიყურებს და საერთოდ არ გაგიგიათ რა არის LinkedIn-ი, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი საშუალება არის, რომ დღეიდანვე დაიწყოთ LinkedIn-ის მუშაობა. ეს არის სოციალური ქსელი პროფესიონალური, სადაც შეგიძლიათ რა სამსახური იპოვოთ და ასევე პოტენციური თანამშრომელი. და გააკეთეთ დღესვე, თუ რაიმე კითხვები გექნებათ, დამიკავშირდეთ საგეხმარებით. აქ სრული ინსტრუქცია რო არ ჩამოგიკითხოთ, მოკლედ LinkedIn უნდა გქონდეს ყველა ადამიანს, ვინც რაიმე ფორმით პროფესიულ საქმიანობაში არის. მოდელი იქნება, მხატვარი იქნება, ბიზნესმენი თუ გაყიდვების მენეჯერი, აბსოლუტურად ყველას უნდა გქონდეს ძალიან კარგი LinkedIn-ი და მე თვითონაც ბოლო რაღაც 3 სამსახური, ბოლო 5 შემოთავაზება LinkedIn-დან მივიღე, რომელსაც დავთანხმდი და დღემდე სტაბილურად მუშაობ ამ სამსახურში. ძალიან მოძრაობა თბილისში ამ ნაჯიშხის გამო არის გადაკეტილი აბსოლუტურად სთაველის დიდი ნაწილი და ძალიან შემოვლითი გზით მიწევს მისვლა, იმედია არ დამაგვიანდება. დავასრულე ლექცია. ესე გამოიყურება ჩემი აუდიტორია, სადაც 100 ბავშვი შემოდის. აშვი არა სტუდენტი. ჩაუცეთ და წავიდეთ. ჩვენმა მეგობარმა იყიდა ახალი მანქანა. გვეპატიჟება. აღსანიშნავად. მიკროფონი დამიჯდა. აზრი არ აქვს. გამოვედი სასიარულოდ ის პარკში მინდა და დიდი ხანდა, მაგრამ ჩამოძინა და ხომოველი კოვროს უმაზესია შეგეგონზე ყველაფერი მე და ვარჯიში ზოგადად ძალიან არასტაბილურად მეგობრობთ. დაახლოებით 4 წელი ვმუშაობდი ამ სფეროში, სპორტდარბაზში, თუმცა ვერაზროს ვერ შემიყარდა ვარჯიში ისე ძალიან, როგორც უნდა შემყარებოდა. წესით როცა ყოველდღიური შეხება სპორტდარბაზთან, უკვე რომ ისული ხარ, ანუ ვარჯიშს რაღა უჭირს, მაგრამ ეს საჭმელივით არის, ბევრ საჭმელს რო უყურებ და აღარ გშევდება. ზუსტად ეგრე, რომ აი ვერ ვარჯიშობდი და ეხლა ძალიან ნანობ, რომ მაგ პერიოდში არ განვივითარე ვარჯიშის სქილები, პირველ რიგში ცოდნა, სწორედ როგორ უნდა მევარჯიშა, რომელი კუნთისთვის რომელი ვარჯიშია საჭირო,
რომ იმდენად ბევრი კარგი ტრენერი იყო. იმდენად ბევრი ინფორმაციას იტევდნენ, რომ რაღაცნაირად არ გამოვიყენე პერიოდი ძალიან ნანობ. მე ხო მაქვს იმით ვითვლი 10,000 ნაბიჯს iPhone-ის ჩვეულებრივად აპლიკაციით. ეხლა მაქვს გავლილი 2059 ნაბიჯი, მაგრამ საიდან მაქვს ამდენი ნაბიჯი გავლილი? გუშინ ღამე ხვარვი არის სატმა. ხო, გუშინ ღამე არის და მაგის მაგ დამკვირვებელი არ აქვს 4 დღეს მივუმატოთ. მაგრამ ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომელიც დადის თვითონ კუსტების აღმართზე, რომ ესეთი აპლიკაცია არის. თქვენ თვითონ გადმოვიწერ, იმიტომ რომ ხო გადმოვიწერე და მე წაშლა მომწია. სტრავია. რომელიც გითვლის ყველაფერს აბსოლუტურად, სად როგორ იარე, რამდენი გზა გაიარე და ასე შემდეგ. და ასევე გიჩვენებს ამ აპლიკაციაში სხვა ადამიანები რამდენს დადიან და რაღაცა რეკორდები არის, რომელიც შეგიძლია რომ დაამყარო. მე არ მოწყობს ამას. ჩავიდეთ ისე გავხსნათ აპლიკაცია და join for free. მეც რეგისტრირდეთ. გადმოვწერე აპლიკაცია და ახლა ვიწყებ დათვლას აქედან. და ნუ მე გონებაში იმ ჩემს 2000 ნაბიჯს მივუმატებ. და შეეხება ჩემს სპორტულობას. მოკლედ, ზოგადად ძალიან სპორტული ვარ, მაგრამ აი ბავშვობაში დავდიოდი კალათბურთზე მაგალითად. 1 წელი და ძალიან მსიამოვნებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭების გუნდში დავდიოდი, მაინც რაღაცნაირად ხედავდი ჩემს თავს. თამაშობდი ეზოში კალათბურთს და ჩემმა პოტენციურმა კალათბურთის მასწავლებელმა დამიძახა, რომ გოგოების გუნდს ვაკეთებო. და ხო არ გინდაო და მეც ახლა, მომავალი კალათბურთელი დავთანხმდი, რა თქმა უნდა, სახლში რომ მივედი და ეჩემ არც კი ოცნება, ფულსაც არ გადაგიხდია და ბურთსაც არ გიყიდიო. დავდიოდი სხვისი ბურთით და ფულს არ მახდებინებდნენ. ხო და ისე უნდა და იმ კაცს რომ მე გოგოების გუნდში ყოფილიყავი და საბოლოო ჯამში გოგოების გუნდი ვერ გაკეთდა და ჩემი მთელი პარალელური კლასის ბიჭები შემოვიდნენ ამ კალათბურთზე და 15 ბიჭი იყო და ერთი გოგო დავდიოდი. და ძალიან მსიამოვნებდა და მე ძალიან მინდოდა მოდელობა. და დეჩა მომხრა რომ კუნთები დაგდებაო ფეხებზეო და მოდელი ვერ გახდებიო. და მე ხა მეთქი კუნთები არ მინდა და გამოვედი. მაგის გამო ხო გინდა იჯერეთ გინდა რა რომ დეჩმა შემოშინა რომ კაცის ფეხები გექნებაო რა. მაგის გამო გამოვედი. მე დავდიოდი კომაროვის სკოლაში, კალათბურთზე, ვინც მათემატიკაზე დადიოდი და ვინც საშაბათო სკოლაში და ვინც დაამთავრეთ კომაროვი, გაგეცინებათ რა. მე მან ტრაუმა არ მქონია და კალათბურთს თამაშობდი. ხო და რაც შეეხება სხვა სპორტს, მოკლედ, ეს ვთამაშობ ბავშვობიდან ჩოგბურთს, არ დავდიოდი არასდროს, მაგრამ სამოყვარულო დონეზე თამაშობდი ყველაფერს ძალიან კარგად. ზოგადად ნებისმიერ რაღაცას რა, ეზოს თამაშებს, სტარი ვიყავი სულ. უბრალოდ ერთადერთი რაც ყველაზე მეტად მიშლის ხელს, რომ რომელიმე სპორტში მქონდეს ეს passion რაც არის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რომ გაყვი, არ ვარ აზარტული. არანაირად. ჩოგბურთის თამაშის დროსაც სულ ვცდილობ რომ ავაწყო. და კი არ ჩავუგდო და ქულა კი არ მოვიპოვო. პირიქით რა, კარგად ბამბიქტონს რომ ვიღაცასთან კარგად ააწყობ და რაც უფრო კარგად ააწყობ, რომით უფრო კარგ საქმედ გეთვლება ეგრე. ხოდა სპორტში რა თქმა უნდა, ჟინი გამარჯვების უნდა გქონდეს. მე არ მაქვს ერთხელ ვითამაშე. ჩემს გვართან ერთად პადელი რა და კიდევ სხვებთან ერთად და
გაგიჟდა რომ აი რანაირად ხარო ეგრე მშვიდადო ვაგებთო და მეთქი ან რა მოხდა ანუ რა პრობლემაა წავაგოთ მე რა მთავარია ვივარჯიშე და იმის ფერენ აღარ წაუყვანი ვარ არავის პადალის სათამაშო მოკლედია დაახლოებით 9:00 ნაბიჯი და ძალიან მაგრად ამწვიდა სესლი იმიტომ რომ მათში არასწორი სიცმელი ანუ არასწორი ზედაპირიანი და ძალიან ამტკიდა მარცხენა ფეხი და ეხა ვჩერდები უბრალოდ ვარჯიშებს გავაკეთებ იმიტომ რომ აღარ დავდივარ თქვენ მომენტით Ada planeta, baby antita moato daleta, baby antita uteta tatare, Seri pitomati, chidamare, sonda desmati waris arebi, bizo sonda daseti tare. რამა კარისი Mati waris arebi, გამარჯობა ჩვენ ახლა ვართ ეგეტაში და მანქანას ვუცვლით ზეც მანქანა დაველოდოთ ძალიან ძვირი ყოფილა მანქანის ეთის შეცვლა ნახოთ აუ იცი რა მაინტერესებს ამ მანქანაზე არის ეთის შეცვლა ძვირი იმიტომ რომ რაღაც მახსოვდა რომ ჩემ მანქანაზე უფრო იაფი გადავიხადე ადრე რაღაც Mercedes sedani ყოველი მანქანა მე სამსარომე უნდა ხა 52 ხა და ეს ფილოზოფია ანუ ამ მანქანას სჭირდება არ შენ არ მე ხო არ გადამახტევინე ცოცხალს ეხლა მივდივართ ჩვენს მეგობარ თაკოსთან გასასვლელი აქეთ всё ნახეთ ხვირს რო გაყოფ და всё უკვე მოტეხა შეგიძლია ბოლომდე გველოდება უკვე რომელიც გველოდება და აცხობს კექს ლიმონის კექსი იმიტომ რომ ეს კექსი ამ კექსის გამოცხობა მე ვასწავლე ოღონდ მე ვასწავლე რა რეცეპტი ვიცოდი გასინჯული მქონდა ეს კექსი მაგრამ მე გავაკეთე სამჯერ და არც ერთხელ არ გამომივიდა სოფლი მართლა ამბო მაგაზესპეცა ვარ ეხა მინდა ის რა ქვია ეხლა წადე მარჯვნასო ეხა მინდა ბენზინი ორზე მაგ ბენზინს რა შეასხამ მითხარი იმაში სოკარზე წინ გამოვერდება სოკარს თუ ასხამ თამარაშულზე ჩაგასხმავენ ხა ხო და აცხობს კექს რომელიც მე არ გამომივიდა არც ერთხელ ერთხელ არ გამომივიდა იმიტომ რომ 180 გრადუსზე უწვავდი და დამეწვა კერდა ვაცხობდი და დამეწვა და დამეწვა რა ზევიდან დაიბრაცა ანუ ცოტა მაღალზე მქონდა შედგმული რა ღუმელში ეხა მარცხნივ ვიყურე პროსტა ნელაგადი აი წავიდეს და ებია ხო შედგმული მქონდა მაღალზე და ნუ გარედან დაიბრაცა და შიგნიდან ესე ჯოხს რო ყოფდი სველი იყო სრულიად და ნუ აი საშინელება გამოვიდა ეხა წადი თამარაშულზე ეხა რა უნდა ვქნათ იცი ხა აი ჩაკრა სოკარი არის მარცხნივ ეხა გვაღარებერი აღარ ძალიან კაი всё ყველაფერი გავაკეთეთ მეორეჯერ არ გამომივიდა იმიტომ რომ მეორეჯერ დამემართა მეორეჯერ უარესად დამეწვა მეორეჯერ ვაფშე იქამდე ხო ზევით და ქვევით ჩავდე და 180 გრადუსზე და მერე ჩავდე ვაფშე გაგრილებაზე რომ ვიფიქრე რომ აი დაატრიალებს ჰაერს რო ატრიალებს ეს ამ ტრიალზე ჩავდე თქო და ვითომ ყველა ნაწილში დაუბერავს თქო და ვაფშე აფეთქდა კექსი მე და ანამთავრიშვილი ვაკეთებდით მაშინ ეს ანამთავრიშვილის იდეა იყო რომ დავატრიალოთო და მესამეჯერ უკვე რომ მივხვდი რომ ნუ მეწვება ამ 180 გრადუსი არა და მით მასწავლა ამის გამოცხობა მოკლედ 180 გრადუსი შევა და ვიფიქრე რომ მეთქი 150-130-ზე გამოვაცხობთ ხო და მე რეაბუწევთ ხო რაღაც მომენტში უკვე შეგინდა რომ გამოცხობა თქო და ვაფშე არც ამოვიდა კექსი და ჩავარდა მოკლედ ამოვედით ოქროყარან ჩქარატაიც ხარი გვაქვს ძალიან კარგი და გზაში მოგვივიდა მოკლედ ავარია
მე და ჩემ მეგობარს ნახობთ 2 წლის წინ მე როცა მანქანაზე ვიყავი ახალი დამჯდარი ზუსტად ეგეთი აბარია მოგვივიდა რომ უკვლინან დაგვერტყა ვიღაცამ და ეხლა ზუსტად ანალოგიურად ამჯერად საფო იწდა საჭესრები საფოს მანქანაზე დაგვარტყეს ეხლა ამოვედით გვაქვს ესეთი სუფრა სად არის კამერა დავხაროთ საფო შოქშია ჩემ ვლოგებზე თხელი YouTube-ზე ჭადი გვაქვს დრიმნის კექსი აი ამის ვიცოდი არც მეტი არც დაკავები დამცინია ციცი უფრო მაგარიც კაი გადავრჩით და მეგონი ეს არ ყოფილა კარგად ლიმნის რეცეპტი მოგიყვებით კვირა დღე არის ძალიან ცუდი ამოდიოთ წვიმს და ჩემო მთხოვა სადმე გამასეირნეო ძალიან ხანია მთხოვს და ეს მომწონდება წავიდეთ სადმე კარგი იქნებოდა კარგი ამოდი ხედავ ქალაქ გარეთ გავულიდით მაგრამ რა ვქნათ როცა აკრავს და ხო ვფიქრობ სად შეიძლება წავიყვანო ძიმედვარ შემძიმედ როცა ვარ ეგრევე მინდება გაზიანი ენერგეტიკული სასმელის დალევა და მე ჩერტები მე ახლა გადავრჩები გაზიანი სასმელის გარეშე და მოვალ ენერგიაზე და ზოგადად მე არ ვსვამ ყავას ან ვიტროებად გამოსაფხიზლებლად ან ზოგადად მუშაობის დროს შუალედების საერთოდ ყავა არ მჭირდება გამოსაფხიზლებლად მაგრამ აი ხანდახან როდესაც ესეთი დღეები მაქვს ან ყავს ან ენერგეტიკულ სასმელს ძალიან ხანი არ დამილევე კოკა-კოლა ვიყავი ადრე კოკა-კოლაზე დამოკიდებული ოფიციალურად ყოველ დღეს ვამდი და ყველაზე მეტად მეგემრიელებოდა შუშის კოკა-კოლა. პატარა შუშის ბოთლებში რო არის, აი ალბათ სიკვდილის წინ მომთხოვნე თუ მექნება, აი კოკა-კოლის დალევა იქნება. ეს მოყარს და მე მოგწევ ძალიან გაზელი სასმელს ვამდი, რომელიც ანგრევდა ჩემს ორგანიზმს და ხელს უწყობდა ასევე ცელულიტის გაჩენას და ასე შემდეგ წვიმის მატებას უწყობდა ხელს და ასკეზათი გადავაგდა კოკა-კოლა ზუსტად წელიწად ნახევრის წინ. ნუ ასკეზათი და საერთოდ 21 დღე რაც არის არ დავიღე. 21 დღე მე ერთი წელი ჩვეულებრივად გავაგრძელე და მე ერთი წლის მერე გავსინჯე უბრალოდ მაინტერესებდა ისევ მომინდებოდა თუ არა მერე. და ერთ არ მომინდა. და მიყვარს მინდა, მაგრამ აი იქამდე მქონდა რაღაცა დაუოკებელი სურვილი. აი ეხლა როგორც რედბული მინდა ეგრეც არა. ზუსტად. და მე დავამატეთ, მოკლედ ადამიანის ორგანიზმი ზოგადად ყველაფერი არის შეჩვევაზე რა. ყველაფერს შეჩვევდება. მე წარმოიდგენთ როგორ დამოკიდებული ვიყავი და ეხლა ცოტა მახსენდება. შვილიშვილი გაცვალე კაფეში დაჯდომაში ხა? არ წავალ შვილიშვილი. და შენოვნები შულს გადიდიო? რაჩინია? იმენა წავიდეს რა ვიცი. არა, ანუ მაინტერესებს ამ კაფეში დავა რო გიჩვენე შვილიშვილს გადასვლას. ეგრე მოაფასებ. რატომ? გალე კარგად არის. თუ გასაძლელი იქნება მე გავზრდა.
თუ არ უჭირს არაფერი, რომ უჭირდეს, თან ხო? არა, ნუ აი არჩევანი რო გქონდა, რომ კაფეში უნდა მგზარიყავით, თუ გენახა ნიკუშა. მე ისე საერთოდ აპარატი. ანუ ხალხო. მომცხარი კიდოდა. შეგიყვეთა. იუმენი გვინდა. სიმბირულად ქათაში ხო? კი ბატონო. ეს პორცია თუ ორი? ერთი და მეგმულიანი ქსელი ხო არ გვაქვს? კი, გვაქვს XL. XL მინდა ერთი. და მინდა რამე ლიმონადები გააქვთ რომ ჰომეიდი მინეთები გვგნებოთ. ლიმონი ჰომ ვიტნალოიმის, მანგოსი ან არ გიყვარს ეგ შენ წვენი ხო არ გირჩევნე ჩვეულებრივ ფორთოხლის წვენი შემიძლია შემოხელოს რვაშლი ალბათ. ფორთოხლის წვენი კი ბატონო, ფორთოხლის წვენი, სიმბირულად და XL. მოვრჩით, ეხლა მივდივართ ჩემ ძმისშვილთან. ღმერთ რასასწაულია მინდია. ანუ ისეთი მისლია. მინდა რომ გადავიხედო, უბრალოდ ველობილიკიდან. ეს ველობილიკი გააკეთა მერიამ, ვინც არიცით. შედარებით რთული საველოსი პედეგზა არის. ღმერთო, ანუ საერთოდ არ ჩანს თბილისი. ანუ საერთოდ. ეს არის ანუ სასწაული გზა. თუ ვინმეს ველოსიპედით გინდათ. კუსტბიდან იდეალურად დაეშვებით. წარმოგარია. დავით.